მოგესალმებით, მოცემული ვიდეოს თემაა პროექტის დოკუმენტები. ეს პროექტის მართვისთვის ძირითადად გვჭირდება ორი ტიპის დოკუმენტებთან მუშაობა. ესენია შინაარსის ტიპის დოკუმენტები და გეგმის ტიპის დოკუმენტები. შინაარსის ტიპის დოკუმენტები განსაზღვრავენ პროექტის, როგორც მივხვდით უკვე, პროექტის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, ეს არის შინაარსი, ანუ სკოუპი, რომელიც თავის მხრივ რაღაც დოკუმენტების, როგორც გითხრათ, რაღაც დოკუმენტების მთელი კრებულისგან შედგება. პირველ რიგში, ესე ვთქვათ, შინაარსის ტიპის დოკუმენტებს როცა განვიხილავთ, აუცილებლად განვიხილავთ პროექტის წესდების დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს პირველ ოფიციალურ დოკუმენტს პროექტისთვის. პროექტის წესდების დოკუმენტი ფაქტიურად წარმოადგენს საპროექტო წინადადების დოკუმენტს, სადაც, ესე ვთქვათ, აისახება ზედა დონეზე ზოგადად იმ სარგებლის მნიშვნელობა, რომელიცაც პროექტი იქნება, ასევე იმ პროდუქტის ზოგადი აღწერილობა, რომელთაც ეს სარგებელი უნდა მივიღოთ, ასევე მოცემულია ის რესურსები, დროითი იქნება თუ ფინანსური რესურსები აღწერილი, რომელთაც მივიღებთ, ესე ვთქვათ, პროექტის პროდუქტს, ასევე ვინ არიან პროექტის მონაწილეები ზედა დონეზე, ასევე აქვეა მოცემული ის შესაძლო რისკები, ანუ ზედა დონეზე ასევე რომელმაც შეიძლება პროექტს რაღაც პრობლემები შეუქმნას. მოკლედ, წესდების დოკუმენტი წარმოადგენს მთელი პროექტის ძალიან მოკლე შინაარსს, რომლის მთავარი დანიშნულება, ანუ წესდების დოკუმენტის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ პროექტის სპონსორს, პროექტის დამკვეთს და პროექტის მენეჯერს შეექმნათ ზედა დონის შტაბ-ეშტილება, თუ რა სარგებელი უნდა მოიტანოს პროექტმა, რა პროდუქტი უნდა მივიღოთ პროექტის შედეგად და რა რესურსები დაიხარჯება ამისთვის. ანუ ის სამკუთხედი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომელიც ქონდა განხილული, ანუ სარგებელი პროდუქტი და რესურსები, შესაბამისად სპონსორი, პროექტის დამკვეთი და პროექტის მენეჯერი, ანუ ამის, ესე ვთქვათ, ასახვა ხდება წესდების დოკუმენტში და მასზე ხელის მოწერით, ანუ მისი დამტკიცებით, პროექტის სპონსორი ფაქტიურად თანხმობას აცხადებს პროექტის დაწყებისთვის. ანუ ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ დაიწყეთ პროექტის შემოძვირფასება, აი თქვენ რესურსები, რომელიც თქვენ ამ პროექტისთვის სჭირდებათ, ეხლა უკვე ბურთდამოვიდანი პროექტის მენეჯერის და დამკვეთის მხარეს გადადის. მას შემდეგ, რაც წესდების დოკუმენტი დამტკიცდება, ანუ პროექტი დამტკიცდება, რაც ფაქტიურად ამას ნიშნავს, ხდება შინაარსის, ანუ სკოუპის უფრო დეტალური განსაზღვრა. ანუ ხდება შინაარსის დოკუმენტზე დეტალური მუშაობა, რომელიც, ესე ვთქვათ, რაც შეიძლება მაქსიმალურ დეტალებში სცემს პასუხს კითხვაზე, რა უნდა მივიღოთ პროექტიდან, ანუ საბოლოოდ და როგორი უნდა იყოს ეს რაღაც, რაც უნდა მივიღოთ. ანუ დეტალურად ხდება ამ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა. შინაარსის დოკუმენტის, ესე ვთქვათ, მთავარი კომპონენტები არის, ესე ვთქვათ, იმ მიზნების დეტალურად განსაზღვრა, რომელი მიზნებიც უნდა მივაღწიოთ, იმ შედეგის დეტალურად განსაზღვრა, რომელთაც ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ, ის, ესე ვთქვათ, ფაქტორები, რომელმაც ხელი შეიძლება შეგვიშალონ პროექტის, ესე ვთქვათ, განხორციელებაში, ან, ესე ვთქვათ, პირიქით დაგვეხმარონ ამ პროექტის განხორციელებაში, მოკლედ, შინაარსის, ანუ არსის კომპონენტების დეტალურად განსაზღვრა წარმოადგენს შინაარსის დოკუმენტს. შინაარსის ტიპის დოკუმენტებს ასევე თან უნდა ახლავდეს ის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შევიდეს ცვლილებები პროექტის შინაარსის დოკუმენტებში. ანუ, ესე ვთქვათ, ჩვენ წინასწარ ვაცხადებთ და ვართ იმისთვის მზად, რომ ჩვენს პროექტებში შეიძლება და აუცილებლად მოხდება და ეს აუცილებელი მოვლენა აუცილებლად იქნება ცვლილებები და ჩვენ ამ ცვლილებებისთვის მზად ვართ და სპეციალურად ამ ცვლილებებისთვის გვაქვს შესაბამისი პროცედურა, შესაბამისი წესები, რომელთაც ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ და შემდგომში, ესე ვთქვათ, განვახორციელებთ ამა თუ იმ დოკუმენტში და შესაბამისად შემდგომში საქმიანობაში. ანუ მას შემდეგ, რაც განისაზღვრება პროექტის შინაარსი, ანუ დეტალურად ჩამოყალიბდება, ესე ვთქვათ, იმ პროდუქტის აღწერილობა და იმ მიზნების აღწერილობა, რომელიც საბოლოოდ უნდა მივიღოთ, პროექტის მენეჯერი და მისი გუნდი მზად არიან, რომ უკვე დაიწყონ გეგმის ტიპის დოკუმენტებზე მუშაობა. თუმცა სანამ გეგმის ტიპის დოკუმენტებზე გადავალთ, აქვე ვიტყვით იმას, რომ შინაარსის დოკუმენტის არსობრივი, ესე ვთქვათ, პატრონი და არსობრივი ხელისმომწერი არის პროექტის დამკვეთი. ანუ პროექტის დამკვეთი შინაარსის დოკუმენტზე ხელის მოწერით ჩვენ გვეუბნება, რომ ეს პროდუქტი მინდა რომ მივიღო. ანუ ამ პროდუქტით მე შემიძლია მივახციო იმ სარგებელს, რომელიც სპონსორს სჭირდება.
როგორ ხდება ესე ვთქვათ, შინაარსის დოკუმენტის შედგენა და ესე ვთქვათ, რა თანამიმდევრობით ხდება? ამის შესახებ შეგვიძლია ამ მომენტში ამ ვიდეოში ვისაუბროთ ის, რომ რა თქმა უნდა, შინაარსობრივად, არსობრივად დამკვეთმა უნდა გითხრას რა უნდა მიიღოს მან, ხოლო პროექტის მენეჯერი დამკვეთს ეხმარება იმაში, რომ ეს ყველაფერი სტრუქტურულად ისე იყოს აღწერილი, რომ შემდგომში დამკვეთისთვისაც და პროექტის მენეჯერისთვისაც ადვილი იყოს ერთმანეთთან ურთიერთობა, ну არა მარტო ამ ორი მხარისთვის, არამედ ყველა მონაწილისთვის, რომელიც პროექტშია ჩართული. ანუ ყველამ, ესე ვთქვათ, მარტივად მიხვდეს თუ რა პროდუქტთან და რა მიზნებთან გვაქვს საქმე. როგორც ვთქვით, შინაარსის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდგომ, ანუ დამტკიცების შემდგომ, როდესაც ვიტყვით, რომ ეს გვინდა გავაკეთოთ, შემდგომ ხდება გეგმის ტიპის დოკუმენტების შედგენა. ანუ უკვე გადავდივართ, ესე ვთქვათ, დროით და სხვა რესურსის დანახარჯების დეტალურად აღწერაზე. ეხლა რა გულისხმობთ ამაში? პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის გეგმა გრაფიკის შემუშავება. ანუ წეგავთ თქვით, რომ შინაარსის დოკუმენტი ჩვენ პასუხსცემთ, თუ რა უნდა მივიღოთ, ანუ რა შედეგი უნდა მივიღოთ, ხოლო გეგმა გრაფიკის მეშვეობით ჩვენ გავსაზღვრავთ, როდის უნდა გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, ეს შედეგი, როდის უნდა მივიღოთ ეს შედეგი, რა მოქმედებებით უნდა მივიღოთ ეს შედეგი, როდის უნდა იყოს ამ მოქმედებების დასაწყისი და დასასრული და ვინ უნდა გააკეთოს ეს მოქმედებები. ანუ ჩვენ ფაქტურად საზღვრავთ ორ და უმატებთ, ანუ კითხვა რას, უმატებთ ორ მთავარ კითხვას კიდევ, როდის და ვინ. ანუ გეგმა გრაფიკი წარმოადგენს პასუხს კითხვებზე, რას ვაკეთებთ, როდის ვაკეთებთ და ვინ აკეთებს აი ამ კონკრეტულ, ვინ იღებს ამ კონკრეტულ შედეგს. გეგმა გრაფიკის შემდგომ მოდის, ესე ვთქვათ, ბიუჯეტის დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი რა რესურსების დანახარჯით, როგორი და ვადაში როგორ განსაზღვრულად ვიღებთ კონკრეტულ შედეგს. ანუ ემატება კიდევ ერთი კითხვა, ერთი პასუხი, ესე ვთქვათ, შემდეგი კითხვის პასუხი, ანუ როგორ ვიღებთ ამ შედეგს. ანუ რესურსები, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ეს არის ფულადი რესურსი, ადამიანური რესურსი, მატერიალური რესურსი და სხვა. ამ ყველაფრის გაწერა უნდა მოხდეს ბიუჯეტის დოკუმენტში იმისთვის, რომ პროექტის სპონსორს, პროექტის დამკვეთს და პროექტის მენეჯერს ცალსახა, ასე ვთქვათ, წარმოდგენა შეექმნათ, ერთნაირი წარმოდგენა შეექმნათ, თუ რა რესურსი იხარჯება იმ პროდუქტის მისაღებად, რომელიც შინაარსის დოკუმენტში იყო განსაზღვრული. ესე ვთქვათ, გეგმა გრაფიკის და ბიუჯეტის დოკუმენტის შედგენის შემდგომ მოდის უკვე რისკების დოკუმენტის ჯერი და დრო. ანუ რისკები როგორც ესეთი წარმოადგენენ შესაძლო მოვლენებს, რომელსაც შეიძლება ხელი შეგვიშალონ პროექტის მიზნების მიღწევაში, ხომ? ან პირიქით, ესე ვთქვათ, ის რაც დაგეგმილი ქონდა, მოკლედ ისე არ წავიდეს. ანუ რისკების განმარტება, მოკლედ ვთქვათ, ეს არის, რომ ის რაც დაგეგმილი ქონდა, ის რაც ჩვენ შინაარსის დოკუმენტში ან გეგმა გრაფიკის ან ბიუჯეტის დოკუმენტში გაწერილი ქონდა, ისე რომ არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი ქონდა და ამაში შეიძლება რაღაცა ხელი შეგვიშალოს და ამას ქვია რისკები და ესე ვთქვათ, ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია, რომ პროექტის განმავლობაში ჩვენ შევქმნათ რისკების მართვის დოკუმენტიც, იმისათვის, რომ წინასწარ ვიყოთ მომზადებული და გავაკეთოთ რეაქტიული მაგერად პროაქტიული ღონისძიებები იმისთვის, რომ რაღაცა ხელი არ შეგვიშალოს, ან თუ ვინმე ან რამე დააპირებს ჩვენთვის ხელი შეშლას, მზად ვიყოთ ამისთვის და წინასწარ განსაზღვრული მოქმედებები გქონდეს, რომ ესე ვთქვათ, თითოეულ რისკს დავხვდეთ შესაბამისად. ასევე ესე ვთქვათ, ჩვენი გეგმის ტიპის დოკუმენტებში აუცილებელია კომუნიკაციის გეგმის არსებობაც, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს აი მთელი, რაც მანამდე ვისაუბრეთ, ანუ შინაარსის დოკუმენტი და სხვა ტიპის დოკუმენტები, ვთქვათ, აი ამ ყველა დოკუმენტის საბოლოო გვირგვინს, ანუ იმისთვის, რომ პროექტის მენეჯერს არ დაავიწყდეს მისი მთავარი მოვალეობა, რაც პროექტშია, რომ გქონდეს კომუნიკაცია ყველასთან, პროექტის ყველა მონაწილესთან. ანუ არ გამორჩეს ის ხალხი, ის მონაწილეები და მათთან კომუნიკაცია, რომელიც პროექტში არიან ჩართულები და პროექტში იღებენ მონაწილეობას. კომუნიკაციის გეგმა გვეხმარება იმაში, თუ და რომ სწორად განსაზღვროთ და პროექტის მენეჯერს შეახსენოს და გეგმის მიხედვით ამოქმედოს, რომ ვთქვათ, მან მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ სპონსორთან, პროექტის დამკვეთთან, თავისი გუნდის წევრებთან, სხვა პროექტის მენეჯერებთან, გარშემო უამრავ მონაწილესთან და ასე შემდეგ ამ ყველასთან შესაბამისი კომუნიკაცია გააკეთოს. კომუნიკაციის გეგმის მარტივი ფორმა და მარტივად შეიძლება წარმოქმნათ, რომ ვთქვათ, მასში წერია იმის შესახებ, რომ ვინ უნდა გააკეთოს კომუნიკაცია, როდის უნდა გააკეთოს, ვისთან უნდა გააკეთოს კომუნიკაცია, რა ფორმით და როგორი, ესე ვთქვათ, უკავშირი უნდა მიიღოს თითოეული ამ კომუნიკატორისგან. ხო? თქვენ, ჩვენ, ესე ვთქვათ, პროექტის
გეგმის დოკუმენტებში კომუნიკაციის გეგმაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. და კიდევ ერთი, რომელიც შინაარს დოკუმენტში უკვე ნათქვამი მქონდა, აქაც აუცილებელია იყოს წინასწარ განსაზღვრული წესები და წინასწარ განსაზღვრული პროცედურები, თუ როგორ უნდა ვმართოთ ცვლილებები უკვე გეგმის ტიპის დოკუმენტებში. ანუ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დაიმუქრება ჩვენს დოკუმენტებს, რომელიც ჩვენთვის უკვე დაწერილი კანონია და ჩვენ თუ შევიმუშავებთ შინაარსის დოკუმენტს, შევიმუშავებთ გეგმა გრაფიკს, რისკებს, ბიუჯეტის, კომუნიკაციის მართვის დოკუმენტებს, ეს უკვე ჩვენთვის კანონია და ჩვენ უნდა წინასწარ უნდა განსაზღვროთ ის წესები, რომელიც შეიძლება ამ კანონის ცვლილება გამოიწვიოს, ხო? ანუ ის მოლონები და ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება და ესე ვთქვათ, ერთადერთი უცვლელი რაც შეიძლება პროექტში იყოს, ეს არის ის, რომ ყველაფერი ცვალებადია, აბსოლუტურად ყველაფერი და იმიტომაც არის კომპლექსური და რთული სამუშაო პროექტი ჩვენთვის, რომ ყველაფერი იცვლება, შესაბამისად ზად უნდა ვიყოთ ამ ცვლილებებისთვის და წინასწარ განსაზღვრული წესების და პროცედურის მიხედვით, ესე ვთქვათ, მოვახდინოთ ცვლილებების გახორციელება როგორც დოკუმენტებში და შემდგომ უკვე დოკუმენტების მიხედვით ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს ესე ვთქვათ, ტასკებში, ჩვენს სამუშაოებში, იმისათვის, რომ საბოლოოდ კარგი შედეგი მივიღოთ. მადლობთ.